მორიგი აქცია გაიმართა 53 ბატალიონის ტერიტორიაზე. მომიტინგეებს ტბეთის ქუჩისა და 25 ბრიგადის ტერიტორიაზე ჩასახლებულებით შეუერთდნენ. მათი მოთხოვნა ამჯერადად უცვლელია ხელისუფლებამ თვითნებურად დაკავებული ფართები დაუკანონოს და ცხოვრებისთვის ელემენტარული პირობების შეუქმნას. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შეკრება დაუგეგმავი იყო და იგი გუშინ ტელეკომპანია იმედის ეთერში გასულ სიუჟეტს მოჰყვა. გუშინ ტელეკომპანიამ თვითნებურად ჩასახლებულ მრავალშვილიან ოჯახზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა, სადაც მათი ყოველდღიურობა ასახა. აქციის მონაწილეების გაღიზიანება კი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციამ გამოიწვია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ჩასახლებულთა უმრავლესობა საკუთარ საცხოვრებელ სახლს ფლობს და ტერიტორიაზე სახელდახელოდ ჩადგმული ქოხები უმრავლესობას დაკეტილი აქვს. ჩასახლებულები მდგომარეობის ადგილზე შესწავლას მოითხოვენ. აქციაზე უფლება დამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნასა და ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციაზე ვრცლად დღის მთავარ გამოშვებაში ვისაუბრებთ. ადამიანს, რომელსაც ყავს 4 შვილი და ახალად დაობლებული, იმისანაცოთ რომ გულთან მიიტანონ რაღაც ტკივილი, პირიქით დაცინვის მეტი ვერაფერი ვერ დავინახეთ და აი სხვა რა იმედი უნდა გქონდეს. მე ძალიან მინდა ვთხოვო ცენტრალურ ხელისუფლებას, უკანახოს ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ჩვენი შვილების უფლებები არ იყოს შებრალული. 2 წელია ისედაც ამათი უფლება შეირღვა. ამათ ბავშვობა დაეკარგა და საკმარისი ხომ არ არის, რომ დაესვას წერტილი. 1 ივნის ხომ იყო ბავშვთა უფლებების დაცვის დღე. იქ წერტილი უნდა დაუსვან. მორჩა აჭარეთ ქართველ შვილებს, არ შეუბრალონ ბავშვობა. სამართლიანობა აღდგეს აჭარაში. ადგილზე შემოწმებით რომ მოხდება უფრო უკეთესია. თვალით ნანახი სჯობია, ყურით გაგონილსო. სჯობია თვალით ნახონ და ისე გადასცენ იმ ტელევიზიაში. ძალიან გული მტკივა მე გუშინდელ გადაცემაზე რომ ვუყურე, ტელეფონით ვუკავშირდი, მაგრამ ვერაფრით ვერ დაუკავშირდი. თუ ადგილზე არ დაგვიკანონებენ, მოგცენ ისეთი საშუალება, რომ სადმე მაინც გქონდეს თავშესაფარი. ჩვენ ვართ იქ უსახკაროდ შესულები. ვინც მართლა რომ გაჭირვებულია, არც სახლი გვაქვს, არც კარი და არც მიწაწყალი. უმიწაწყლო მართლაც ვინმე არ არის, მაგრამ გააჩნია ვის და როგორ და რანაირად. არარეალური პასუხი იყო ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რომელმაც თქვა, რომ კიო 900 ქოხი არის, მაგრამ რეალურად 250 ქოხი ფუნქციონირებსო და ისიც ადგილზე არ არის. ერთხელაც არ ჩამოსულა ამ სამინისტროს, ამ დეპარტამენტის წარმომადგენელი და არ უკითხავს, ამდენი ქოხი რომაა და ზოგი დაკეტილია, რატომაა დაკეტილი? იმიტომაა დაკეტილი, რომ ის ზემომთიანი აჭარიდან წამოვიდა აქ, რომ რაღაცა საარსებო საშუალება ქონოდა და ზოგი მუშათაა წასული, ზოგი კიდე თურქეთში ემსახურება თურქებს, რაღაცა 2 კაპიკი გააკეთოს. აი ესაა მიზეზი რო არა ადგილზე ხალხი